მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, ეთერშია შუადღის პოლიტიკა, რადიო სივრცის ეთერში FM 98-სა და 5-ზე. მაუწყებლობთ გაზაფხულის ქუჩის სტუდიიდან, მე გახლავართ გურამ ნიკოლაშვილი და ჩვენ ვაგრძელებთ შუადღის პოლიტიკის მეორე სეზონს, რომლის ფოკუსშიც მოქცეულია მე-11 მოწვევის პარლამენტი და მისი საკანონმდებლო საქმიანობა. გუშინ პარლამენტში გაიმართა პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის წლიური ანგარიშის წარდგენა, იგულისხმებოდა 2024 წელი, თუმცა შალვა პაპუაშვილმა შეაჯამა და წარმოადგინა მთლიანად მე-10 მოწვევის პარლამენტის არსი, ძირითადი მისი, ესე ვთქვათ, მიღწევა, რაც იყო და ეს იყო ძალიან, ესე ვთქვათ, საინტერესო და მოცულობითი დოკუმენტი, მისი გამოსვლა, იმიტომ რომ მან მიმოიხილა მთლიანად ქვეყანაში განვითარებული პროცესი, თუ საიდან დაიწყო და ის პერიოდი, რომლის დაფარვაც მოუწია წინა მოწვევის პარლამენტს. ეს თხრობა იწყებოდა 2020 წლიდან, მაშინაც მორიგი ჯერზე გამოცხადებული ბოიკოტით და შემდგომ განვითარებული პროცესებით, რომელიც მე ევროპელთა შუამდგომლობით გარკვეულ დოკუმენტში გადაიზარდა, რომელიც ასევე არ შესრულდა და შემდგომ რევოლუციების რამდენიმე ტალღა და მცდელობა. წარმოდგენილი იყო სხვადასხვა აქტორები, რომლებიც კრიტიკულ მომენტებში იკავებდნენ ხოლმე ავანსცენას და წინა პლანზე გამოდიოდნენ, როგორც იყვნენ მაგალითად NGO-ები, ჟურნალისტები, სხვადასხვა აქტივისტები და ბოლოს უკვე თვითონ დონორები და უცხოელი წარმომადგენლები. და ყველა ეს აქტორი იყო 2024 წელს ესე წარმოდგენილი იმ საპროტესტო პროცესში და იმ ეს ვთქვათ კრიზისის დაწყების ფაზაში, რომელიც მოყვა 26 ოქტომბრის არჩევნებს. ჩვენი სტუმარი დღეს არის გიორგი ქაჯაია, ანალიტიკოსი და სწორედ მასთან ერთად ამ და კიდევ რამდენიმე საკითხზე ვილაპარაკებთ, მათ შორის რა თქმა უნდა პრემიერ-მინისტრის ღია წერილზე და ზაზა შათირიშვილის ასევე ღია წერილზეც. დავიწყოთ გიორგი გუშინდელი ანგარიშით. აი თქვენთვის რა იყო ნიშანდობლივი, აი რას მიაქცევდით ყურადღებას ყველაზე მეტად, რამ ესე ვთქვათ შტაბ-ეჭდილება რამ მოახდინა? მოგესალმებით, მივესალმები თქვენს მაყურებელსა და მსმენელს. გუშინდელი ანგარიში ბატონი შალვა პაპუაშვილის კიდევ ერთი მკაფიო განცხადება იყო და მოწოდება იყო, ასე ვთქვათ, ერთგვარი ქართული საზოგადოების მისამართით, რომ თუ რა ქარტეხილებს გაუძლო არსებულმა ხელისუფლებამ 2020 წლიდან 2024 წელს და 25 წელსაც გრძელდება და თუ რამხელა, ასე ვთქვათ, წნეხის ქვეშ უწევდათ მოქმედება და ეს წნეხი ძირითადად გამოწვეული იყო გარე ბრჭყალებში დასავლელი მეგობრების მხრიდან, რომელთაც აქ ძლიერი დასაყრდენი და მოკავშირე ყავთ, გულისხმობ ეგრეთ წოდებულ მესამე სექტორს და კონკრეტულ ოპოზიციურ ძალებს, რომელიც გამოირჩევიან რადიკალიზმით. და მოწოდება, ანუ ეს ანგარიში შეიძლება ჩავთვალოთ გამეორებად იმისა, რომ ვიყოთ ფრთხილად და კიდევ ერთხელ ის სიბრძნე გამოვიჩინოთ, რომ არ უნდა ავყვეთ, ასე ვთქვათ, გარედან მართული ოპოზიციური ჯგუფების ნარატივს და არ უნდა გადავიქცეთ, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებულ ვასალებად გარე მეგობრების, კიდევ ერთხელ მე მგონი ფსევდომეგობრების, ასე ვთქვათ, თამაშის წესებით არ უნდა ვითამაშოთ. ძალიან საინტერესო ანგარიში იყო, ხაზე გაუსვა ბევრ ისეთ, ასე ვთქვათ, ფაქტორს, რომელიც ჩვენმა საზოგადოების დიდმა ნაწილმა ისედაც იცოდა და გამომდინარე აქედან ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ კიდევ ერთხელ ქართული პარლამენტარიზმი და უზენაეს საკანონმდებლო ორგანო მოწოდების სიმაღლეზეა, ყველანაირი რისკები გადაზღვეულია და სახელმწიფო გამართულად მუშაობს. ეს იყო კიდევ ერთი დასტური იმისა, რაც ბატონმა შალვა პაპუაშვილმა გააცნო ქართულ ხალხს და ნამდვილად მე ჩავთვლიდი, რომ ღირსეული ანგარიში იყო. ყველა იმ, ასე ვთქვათ, თავისი როგორ დავარქვა ხაზგასმით თუ კიდევ ერთხელ რა გამოწვევის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ, იმიტომ რომ ნამდვილად არ აქვთ გეგმა თაროზე შემოდებული საქართველოში რადიკალიზაციის ჩვენს, ასე ვთქვათ, გარე ძალებს. ეგრეთ წოდებული შეიძლება დავარქვათ გლობალური ომის პარტიას. ეხლა ამ დღეებში მიმდინარეობს, აი დღესაც მე მგონი დღეს დაიწყო სტამბულში სამშვიდობო მოლაპარაკება უკრაინულ და რუსულ მხარეებს შორის. რუსეთმა ამას დაარქვა, რომ ეს არის შემდგომი უბრალოდ ეტაპი, ჩვენ მქონდა სტამბულში მოლაპარაკება და თქვენს რომ ეს
ჩვენი მიზეზით არ შემწყდარა და შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია ეს გავაგრძელოთ. დიდია მსოფლიოს ყურადღება და მსოფლიო ლიდერების ჩართულობა ამ პროცესში და ნახოთ რა შედეგამდე მივალთ. ამას იმიტომ ვახსენებ, რომ წინა მოწვევის პარლამენტის დაახლოებით 9 თუ არა 2/3 პერიოდი მაინც მოუწია ესე ვთქვათ ომის პერიოდს. და თავარ ფოკუსში მოექცა არნახული კრიტიკა მაშინ ქართული ხელისუფლების, როდესაც ომი დაიწყო, რომ მას ეჭირა არასათანადო პოზიცია, რომ საჭირო იყო მეტი გაკეთებულიყო, მეტი რიტორიკა უნდა ყოფილიყო. გულისხმობ უკრაინასთან მიმართებაში. უკრაინასთან და რუსეთთან მიმართებაში. რიტორიკა უნდა ყოფილიყო უფრო ხისტი, ხარდაჭერა უფრო განსხვავებული. საქართველოს კაფიოდ უნდა ეჩვენებია, სად გარიყო. თუ რაღაცა არ უნდა შეშინებოდა შესაძლო ესკალაციის. საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია სერიოზული სიფრთხილის პრაგმატული გზა. კი ბატონო და მან დაიწყო ლაპარაკი იმ საფრთხეზე, რაც შეიძლებოდა ამ ყველაფერს მოყოლოდა. ერთ-ერთი ძირითადი ნარატივი და რაც შემდგომ უკვე გარდაიქმნა უკვე წინასაარჩევნო კამპანიის გზავნილებადაც იყო ეგრეთ წოდებული ომის საფრთხე და მეორე ფრონტის გახსნის, ესე ვთქვათ, გეგმა, რომელიც შეძლო არსებულიყო. ბუნებრივია ამას ეკიდებოდნენ ოპონენტები, ესე ვთქვათ, დაცინვით, აბუჭად აგდებით არასერიოზულად და პრაქტიკულად მთელი კამპანია მათ ააწყვეს ყველა იმ გზავნილის უარყოფაზე, რაც ქართულ ოცნებას გააჩნდა. ისინი უარყოფდნენ, რომ ამ ყველაფერს საფუძველი ჰქონდა და ამტკიცებდნენ, რომ რუსეთს ომი არ შეუძლია, რაკეტები უთავდება, ეს აშშრება არ არსებობს, თუ მაინც ეს გაჩნდება, საჭირო იქნება ისეთი ძალების მობილიზება, რომელიც ახლა ასე რომ გავიმეოროთ, რუსეთს არ აყავს. და აღმოჩნდა შემდგომ, რომ გეგმა სწორედ ის იყო, რომ რუსეთი უნდა იძულებული გამხდარიყო იმ ძალების მობილიზებისთვის. და შალო პაპუაშვილის წერილში არის ესეთი აქცენტი, რომ ეს ამ გეგმის რეალურად არსებობის დასტური არის, ჩვენ ამას თბილისიდან კი უნდა შევხედოთ, კიევიდან უნდა შევხედოთ და საჭირო რომ სამხედრო მოქმედებას აწარმოებს, ფრონტის დაჭერა უჭირს და ბუნებრივია, რომ ფრონტზე წნეხი რომ მოიხსნას, ამიტომ უნდა გაიხსნას მეორე ფრონტი. და კურსკის ოლქში, რომელიც ფრონტის ხაზს მიღმა იმყოფება, მდებარეობს ეს ოლქი და რუსეთის ტერიტორიაზეა უკრაინის შეჭრა შარშანდელი, ხო? როდის იყო აგვისტოს თვეში მოხდა რა მიწურულს. იყო სწორედ ეს იყო მეორე ფრონტი, კურსკის ოპერაცია და სხვადასხვა დათვლით ზუსტად იგივე შედეგზე გავიდნენ, რასაც სხვათა შორის რუსთაველის გამზირზე, აი ღია ყინვაში რო ღია ლექციებს ატარებდნენ ძველი ნაცმოძრაობის დროინდელი გენერლები, ისინი იძახდნენ, რომ აი 60,000 კაცი ჭირდება რუსეთს რო გადმოისროლოს საქართველოში. 65,000 ადამიანი დაჭირდა მობილიზება, მათ შორის ჩრდილო კორეელები. რუსეთს და ბოლოს გაწმინდა ეს კურსკის. ოღონდ არავინ არ დათვალა იქ ზიანი რა არის, სვერპლი რა არის და დასრულდა ეს ოპერაცია ამით. კი ბატონო. ეს არის მოყვანილი როგორც არგუმენტი იმისა, რომ ესეთი გეგმა ჯესიც რეალურად არსებობდა და იდეალური ადგილმდებარეობა ქონდა საქართველოს ამისთვის. ანუ რას ფიქრობთ ამაზე? პირველ რიგში ცოტა შორიდან დავიწყებ და ქართული ხელისუფლების ნაბიჯებს და ზოგადად ქართული ხალხის ნაბიჯებს მინდა რომ შევეხო. ომი როდესაც დაიწყო პირველი იყო საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები და პირველი შეიძლება დავარქვათ რომ პირველი იყო ქართველი ხალხი, მათ შორის მეც ჩართული ვიყავი როგორც სამოქალაქო საზოგადოებიდან, რომელმაც უანგარო დახმარება გაუწია უკრაინიდან დევნილ, ასე ვთქვათ, მოსახლეობას და ეს იყო ნამდვილად დიდი ჩართულობა, დიდი აქტივიზმი იგრძნობოდა მაშინ საქართველოში და ქართულმა ხელისუფლებამ, მოდი ყველანაირი თემა გავშალოთ, ხო, ყველაფერს თავის სახელი უნდა დაერქვას. ქართულმა ხელისუფლებამ ერთ-ერთმა პირველმა განახორციელა დაახლოებით 700 ტონამდე მარტო ჰუმანიტარული ტვირთი. აქედან 151 ტონა ციფრები თუ ზუსტად მახსოვს, მხოლოდ საპატრიარქომ გააგზავნა უკრაინაში დახმარების მიზნით. აქედან ის დევნილები, ვინებიც იყვნენ საბავშვო ბაღებში გადანაწილდნენ, ჰქონდათ სხვადასხვა პირობები, ზოგიერთი უკრაინელი ადამიანი დაასაქმეს კიდევაც და ამის პატრონაჟს ყველაფერს უწევდა არსებული ხელისუფლება. ხო, იყო ძალიან ბევრი მოწოდებები იმასთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, რომ საქართველოს უნდა გახსნას მეორე ფრონტი და რაში გამოიხატება ეს მეორე ფრონტის გახსნა. ჩვენნაირი მწირი რესურსების მქონე ქვეყანამ უნდა შეერთებულიყო სანქციებს რუსეთთან მიმართებით, უნდა გაეგზავნა შეიარაღება, ჯერ ჩვენ როგორი შეიარაღება უნდა, რა შეიარაღება უნდა გაეგზავნა, ხო, საქართველოს, ასე ვთქვათ, უკრაინა-რუსეთის ომში, ხო, და უნდა მომხდარიყო ის, რომ
ჩვენი მოხალისეებით უნდა დაეტვირთვა თვითმფრინავი, ანუ ხელისუფლების წარმომადგენლებს და უნდა ანუ პირდაპირ მოგვიწოდებდნენ, რომ იმ ქაოსში, სადაც 10,000-ობით და 100,000-ობით ადამიანი იღუპებოდა, ქართველი მოხალისეები უნდა გაგვეგზავნა, ჩვენ უნდა შევსულიყავით ომში და ამის ერთ-ერთი ნათელი პირობა, ანუ წინაპირობა იყო, შეიძლება დავარქვათ, აი როგორც პაპუაშვილმა ახსენა, ხო, არაჟნის რევოლუცია. არაჟნის რევოლუცია რა არის? მიხეილ სააკაშვილი შემოვიდოდა საქართველოში, მის გამოჩენას უნდა მისი გამოჩენის დროს უნდა მომხდარიყო აჟიოტაჟი და შემდეგ რა იყო ჩაფიქრებული, იმიტომ რომ შემოსვლიდან 2 დღეში, როდესაც სპეცსამსახურებმა ეს უკანონო კვეთა აღკვეთეს, 2 თვეში დაიწყო რუსეთსა და უკრაინას შორის ომი, ხო? ანუ მთელი ეს გეგმა იმართებოდა გარეთ ძალების მხრიდან, იმიტომ რომ ამის ბევრი დამადასტურებელი ფაქტორია. ამ გეგმაში შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, თუ დავაკვირდებით ჩვენ სხვადასხვა საშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირიბა თუ პირდაპირ დაინტერესებული იყო საქართველოში მაშინდელი ელჩი ამერიკის შეერთებული შტატების კელი დეგნანი, რომლისთვისაც რასაკვირველი არაფერს არ წარმოადგენდა ერთი ქართველი ადამიანის სიცოცხლეც კი, ნუ ფაქტია, რომ ესე ჩანს, ვინაიდან, როდესაც შენ იცი რა რესურსები აქვს საქართველოს და მას მოუწოდებ მეორე ფრონტის გახსნისაკენ, ეს არის გენოციდის მიმართულებით დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ და არა კეთილმეგობრული დამოკიდებულება, ხო? ანუ რა უნდა გაეკეთებინა ჩვენს ხელისუფლებას იმაზე მეტი, ვიდრე უკრაინას გაუკეთა, ვიდრე უკრაინელ ხალხს დაეხმარა და ჩვენ რა მივიღეთ? უმადური დამოკიდებულება ზელენსკის მხრიდან, ვინაიდან ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიყავით, მე მგონი რომ საიდანაც ელჩი გაიწვია, ხო? როდესაც ჩვენი ქვეყნის ელჩი ბოლო წუთამდე იყო უკრაინაში და ვინ არის ჩვენი მეგობარი, ხო? ყველაფერს ხო თავის სახელი უნდა დაერქვას. კეთილმეგობრული დამოკიდებულებები საქართველოს მხრიდან გადაიდგა უკრაინის ხელისუფლების მისამართით და უკრაინელი ხალხის მისამართით, ხო? მოდი კიდევ უკან რო წავიდეთ. ჩვენ გვეუბნებიან რომ რუსეთთანო რატომ გაქვთო სავაჭრო ურთიერთობებია, როდესაც რუსეთსო უკრაინასთანო ასე ვთქვათო ომი აქვსო, ხო? 90-იან წლებში რო დავბრუნდეთ, ხო, რუსეთსა და ჩვენს დამოკიდებულებაში, მაშინ როდესაც რუსეთი ირიბა თუ პირდაპირ ასევე ჩართული იყო აფხაზეთის ომში, ხო? ჩვენს წინააღმდეგ. მაშინ იდეალური ურთიერთობა ჰქონდა უკრაინას და სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა რუსეთთან და თანაც ცხოვრობდნენ. და დღეს ჩვენ, როდესაც მიბმული ვართ რუსეთის ეკონომიკაზე, რა უნდა გაგვეკეთებინა, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ჩამოგვენგრია, ჩვენი ადამიანები გაგვეგზავნა ის ახალგაზრდები და მართლა კურსკის და ხერსონში რა უბედურებას დატრიალდა, ის დატრიალებულიყო ქალაქში. ვინ იყო ამაზე პასუხისმგებელი, ხო? და ამიტომ მივიჩნევ, რომ ის პოლიტიკა, რაც აწარმოა ოცნების ხელისუფლებამ და შეიძლება დავარქვათ, რომ პრაგმატული პოლიტიკა იყო. პრაგმატული პოლიტიკა იყო, ვინაიდან აი პირდაპირ ვამბობ, არაჟნის რევოლუცია, რომ განხორციელებული იყო ძალიან კარგი სახელი შეარჩია ბატონმა პაპუაშვილმა არაჟნის რევოლუცია, რომ განხორციელებული იყო საქართველოში დღეს მე და თქვენ ამ სტუდიაში არ ვიქნებოდით. და მე თუ რაიმეზე მადლობას გადავიხდი მშვიდობისთვის, რომლის გარანტად ვის მოწონს, ვის არ მოწონს, ეგ ცალკე საკითხია, ხო? ნამდვილად ის სწორი პოლიტიკა იქცა, რომელიც ქვეყანაში გატარდა. და რა არ აპატიეს, რა არ გვაპატიეს ჩვენ ქართველებს, რას არ პატიობენ? ჩვენი ევრობიუროკრატები და ჩვენი უფროსი ძმები, ევროპელი უფროსი ძმები, ხო? არ პატიობენ იმას, რომ ჩვენ დავიცავით ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი. არ პატიობენ იმას, რომ ჩვენი ეკონომიკა არ ჩამოუშალეთ. არ პატიობენ იმას, რომ თქვით, რომ არსებობს ორი სქესი. არ პატიობენ იმას, რომ ქრისტიანობა არის ჩვენი იდენტობის გამსაზღვრელი. და ამის კბილებით დამცველები ვართ. არ პატიობენ იმას, რომ მეორე ფრონტი საქართველოში არ გაიხსნა. აი ამას არ პატიობენ და ყველანაირად ცდილობენ, მათ შორის ელჩის დახმარებით ცდილობდნენ, რომ საქართველო რადიკალიზაციის გზას დადგომოდა, მოშლილი იყო ყველანაირი სახელმწიფოებრივი ინსტიტუცია და ჩავთულიყავით იმ მართლა რა ვიცი ისეთ სიტუაციაში, საიდანაც პირდაპირ ვიტყვი, რომ საქართველო იარსებებდა თუ არ იარსებებდა, კითხვის ნიშანიც არ იარსებებდა მაგასთან დაკავშირებით, ხო? რომ გავაგრძელოთ ეს ხაზი, ანუ თუ კი თავარ აქცენტს გადავიტანთ, რომ თავარი საქართველოსგან რაც მოითხოვებოდა, მაშინ როცა ეს ომი არ არის მხოლოდ უკრაინა და რუსეთს შორის, არამედ მთლიან დასავლეთსა და რუსეთს შორის არის და ეს უკვე მთლიანად შეფასებული ამგვარად და იმ ფონზე როცა დასავლეთმა გაავლო წითელი ხაზი და თქვა, რომ იცი რა, მე დავეხმარები უკრაინას, სანამ ისინი იომებენ და დაიომონ, მაგრამ ჩვენ ვერ მივიღებთ პირდაპირ მონაწილეობას. აი ამ მიდგომამ და რაღაც დოზირებული იარაღის მიწოდება შექმნა ის ვითარება, რაც უკვე მეოთხე წელია ომი მიდის და რასაც ჩვენ ვხედავთ უკრაინელი ხალხის გენოციდი მიმდინარეობს. ეს იმ ხალხის არჩევანია.
ვინც ომობს და ვინც აირჩია ის ხელისუფლება რაც ყავს. ჩვენთან იყო სხვა არჩევნები. ჩვენთან იმ წინასაარჩევნო დაპირისპირებაში ხალხმა აირჩია ის ვინც აირჩია და მოიგო და ეს მოხდა ამერიკელების ძალიან მჭიდრო თანამშრომლობით და ჩართულობით. ამერიკულმა კომპანიებმა ჩაატარეს ეს არჩევნები. და შემდეგ შედეგი აღმოჩნდა მიუღებელი. შედეგი გათვლილი იყო, რომ მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციური პარტიები არიან უმცირესობაში, იქნებ მათ ჯამურად მაინც შეძლონ მოგება, მაგრამ რასაც ყველა სოლიდური კვლევა ამბობდა, ზუსტად ის შედეგი დაჯდა და არ დაჯდა სხვანაირად. ამან გამოიწვია ის რაღაცა სადამსჯელო ოპერაცია, რასაც ქვია, რაც დაარქვეს შემდეგ, რომ აი სამაგიეროდ ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს. ანუ რაღაც დონეზე ხელისუფლებასთან ურთიერთობას ტექნიკურ დონეზე თქვა გავაგრძელებთ. ჩვენ ხედავთ შეხვედრებს, ჩვენ ხედავთ რაღაც თანამშრომლობას. ანუ ცხოვრება ტექნიკურ დონეზე იგივენაირად მიმდინარეობს, ანუ არაფერი არ შეცვლილა. არც არანაირი გინდა ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება შეჩერებულ არც რაიმე ვალდებულებების შესრულება არც უვიზო პირიქით ჩვენ ხედავთ რომ ახალი კომპანიები შემოდიან საქართველოს ბაზარზე და ტურიზმი იზრდება და მიმართულებები მრავლდება და ასე შემდეგ ანუ აბსოლუტურად არაფერი არ ასახულა რეალური ცხოვრების დონეზე მაგრამ პოლიტიკურ ნაწილში ჩვენ ხედავთ აი ამ შეცვლილ პირველ რიგში დუმილს რაც ნიშნავს იმისა, რომ ანუ პოლიტიკურ დონეზე არ ხდება თანამშრომლობა, გამწვავებულ ვითარებას და ეს გრძელდება უკვე თვეების განმავლობაში, ხო? უკვე რა ვიცი, 200 დღეა გასული. და აი ამ ფონზე, როდესაც სხვადასხვა თავის გამართლების საბაბები იყო მოცემული, რომ აი ჯერ ჩვენთან, მაგალითად ამერიკაში, ჯერ ჩვენთანაც არჩევნები ვითარდება, მე დავალოთ ინაუგურაციას, მე რაღაცას, ქართულმა მხარემ გადაწყვიტა, რომ იცი რა არის რა, მოდი აი ღიად და ყველას წინაშე გავარკვიოთ ურთიერთობა, თქვა, ანუ ჩვენ ვართ აბსოლუტურად გახსნილი. ჩვენ თვლით, რომ ჩვენ გვაგვაჩნია სტრატეგიული ურთიერთობა. თქვენ შეარჩევთ ქარტია, მაგრამ ჩვენი კარი კვლავ ღიაა. ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ ნებისმიერ დროს. უბრალოდ უნდა დავჯდეთ, დავიწყოთ ლაპარაკი და თქვენ აღიაროთ, რომ საქართველო არ არის ვასალი ქვეყანა. საქართველო აღარ ცხოვრობს საბჭოთა კავშირში. საქართველო არის სრულუფლებიანი, სუვერენი ქვეყანა და ნებისმიერ საკითხზე, რაზეც გინდა დავილაპარაკოთ და შევთანხმდეთ როგორც გინდათ. ანუ პირველ რიგში ანუ ექსკლუზიურად ეს მოწოდება გაკეთდა ამერიკის ხელისუფლების მიმართ და ალბათ დამეთანხმები, რომ პრემიერ-მინისტრის ღია წერილის პათოსი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა ამერიკის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის სახელზე, სწორედ ამას გულისხმობდა, ხო? როგორ აფასებ შენ ამ წერილს და რა დატვირთვა აქ ეს თქო მის ღიად გამოქვეყნებას ანუ რა შედეგი შეიძლება მოხდეს? აი პირველ რიგში ორი საქართველოს მოქალაქეზე ვარ და გვიყურებს და თვალსაჩინოს ჩვენი მსმენელი, ხო? მე პირადად ამაყივარ და დარწმუნებული ვარ თქვენს, იმიტომ რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში თავისუფალი საქართველოს ისტორიაში ესეთი მკაფიო, ღირსეული და შეიძლება ითქვას გაბედული წერილით და სიტყვით ამერიკის შეერთებული შტატების მისამართით მე არ მახსენდება პოლიტიკოსი, რომელსაც მიემართოს. ეს იყო კიდევ ერთი გამოვლინება და დადასტურება იმისა, რომ საქართველო ნამდვილად შედგა სუვერენულ სახელმწიფოდ, საქართველო ნამდვილად არის დამოუკიდებელი, შეიძლება უნდა ვიამაყოთ იმით, რომ რაც თქვა ბატონმა ზვიად გამსახურდიამ, რომ აღსრულდა ნება ქართველი ერისა გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს, დიახ, აღსრულდა ნება ქართველი ერისა და დამოუკიდებელი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქართველი ხალხის სახელით მიმართავს მყარად მდგომი, რასაკვირველია, მიმართავს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ თუ ჩვენ პოლიტიკურ ნაწილში ვთანხმდებით და იდენტური პოლიტიკური შეხედულებები გვაქვს. თუ ჩვენ ღირებულებით ნაწილში, ფასეულობათა სისტემაში ვთანხმდებით, თუ ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები, ხომ? თან საქართველო ყველაზე სანდო პარტნიორად შეიძლება განიხილოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ვინაიდან ერაყში და ავღანეთში რამდენიმე ათეული ადამიანი და შეიძლება ასეული ადამიანიც დაიღუპა სამშვიდობო მისიებში. ხო, ჩვენ სისხლის ფასადა გვაქვს დამტკიცებული ის ერთგულება, ის პარტნიორობა ამერიკის შეერთებული შტატების მისამართით და ყველაფერი ამის გათვალისწინებით, იმ პოლიტიკის გათვალისწინებით, რაც ტრამპის ადმინისტრაციამდე დაიწყო ქართულმა ხელისუფლებამ და შემდეგ იდენტური პოლიტიკის გატარება დაიწყო, თუნდაც Deep State-თან ბრძოლაში ტრამპის ადმინისტრაციამ, მაშინ ლოგიკურია, რომ ქართველი ხალხი და საქართველოს 1.200.000 ადამიანის მიერ არჩეული წარმომადგენლობა ითხოვს მკაფიო პასუხს, რომ ჩვენ ვიწყებთ ახალი ფურცლიდან ურთიერთობებს, გადაიტურთა ჩვენ შორის ურთიერთობები თუ კიდევ
კვლავ კითხვის ნიშანია, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციას გააჩნდა, ხო? ანუ ეს იყო შესაძლოა ვთქვათ, რომ ჩვენი ქვეყნის მკაფიო პოზიცია, რასაკვირველია უკვე ამერიკის შეერთებული შტატების მოედანზე არის ბურთი და მათგან ველოდებით, ასე ვთქვათ, პასუხებს. რაც შეეხება თქვენ ახსენეთ ევროკავშირის წევრი ქვეყნები და ზოგიერთი ბიუროკრატები ვერ ეგუებიან იმას, რომ საქართველოში მაგალითად ჩატარდა ნამდვილად დემოკრატიული და კონკურენტუნარიან გარემოში არჩევნები, ვერ ეგუებიან რასაკვირველია, მაგრამ JD Vance-ის განცხადება გავიხსენოთ, ხო? სადაც მოუწოდა მიუნხენის კონფერენციაზე სწორედ ევროკავშირს, რომ თქვენ გაქვთ დემოკრატიის უკუსვლა, ვინაიდან ეს განპირობებულია ევრობიუროკრატების ჭარბი გავლენებით. აი ეს ევრობიუროკრატები არიან სწორედ რომელიც ჭარბ გავლენას ახდენენ ქართულ პოლიტიკაზე. ყოველ შემთხვევაში უნდათ რომ ჩაერთონ. უნდათ რომ თავისი დღის წესრიგი გაატანონ და რა არის თავისი დღის წესრიგი? ვერც ერთი მტკიცებულება ვერ დაიდო არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, ხომ? გამოდის რამდენიმე ათეული ადამიანი და რა უნდა გააკეთოს ახლა ქართულმა ხელისუფლებამ, რომ რა ქონდათ, რა მოლოდინი ქონდათ, რომ რევანშისტულად დაბრუნებულიყვნენ, ხო, ხელისუფლებაში. ვინაიდან და რადგანაც სწორედ ევრობიუროკრატების დაკვეთაა ის, რომ თავისი ვასალები და თავისი ინტერესების გამტარებელი ყავდეთ და ეს ვერ მოხდება. იმიტომ რომ ქართველი ხალხი პოლიტიკურად ძალიან გაიზარდა და ის სიბრძნე გამოავლინა 2020 წელსაც და 2021 წელსაც და 2024 წელს არჩევნებზე, რაც უნდა გამოევლინა და გამომდინარე აქედან, თუ ჩვენ გვინდა განვითარება, თუ ჩვენ გვინდა დემოკრატია, ხო? მაშინ რაღაცა კონსტრუქციულ ჩარჩოებში უნდა მოვექცეთ და იმ პრაგმატული ნაბიჯებით უნდა ვიაროთ, რითიც დღეს დავდივართ და ამერიკის შეერთებულ შტატებს რაც შეეხება, იმეც ვიტოვებ, რომ თუ მოხდა ნამდვილად იმ ძალების დამარცხება, რომლებიც ჩვენც კი გვერდზვიან და ჩვენს პოლიტიკაში ჩარევა უნდათ, ტრამპის ადმინისტრაცია დაინტერესდება რასაკვირველია ამ წერილით და ექნება მკაფიო პოზიცია და ვიმედოვნებ, რომ მკაფიო პოზიცია იქნება ის ღირსეული ნაბიჯი და ის ღირსეული პასუხი, რომელიც გვეკადრება ქართველ ხალხს და რომელიც ეკადრება ჩვენს ხელისუფლებას. აი ეს არის სულ რასაც მე ვიმედოვნებ ყოველ შემთხვევაში, რომ მათი მხრიდან ეს რეაგირება და ეს ნაბიჯი იქნება ვინაიდან და რადგანაც ყველანაირ ღირებულებით ნაწილში ჩვენ სრული თანხმედრა გვაქვს. ერთ-ერთი ისეთი გამორჩეული კომენტატორი მიმდინარე პროცესის არის ზაზა შათრიშვილი, რომელიც აქ ჩვენ არხსაც არის ხოლმე ხშირად წარმოდგენილი სტუმრის თუ თანაწამყვანის ამპლუაში და მან დღეს კიდევ გამოაქვეყნა წერილი. სხვათა შორის მე მინდა გავიხსენო დღეს ვნახე სწორედ ესეთი ამბავი, წავიკითხე სტატუსი, არის ეგეთი კოვიდის პერიოდში გახდა ცნობილი ამერიკაში მომუშავე ქართველი არის ექიმი. ზურაბ გურული, ძალიან დიდი მხარდამჭერი მიხეილ სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის, რომელსაც დღეს დილით ვნახე გამოვიდა წიგნი ამერიკაში, რომელიც პრაქტიკულად დემოკრატებმა დაიწყეს ღრმა რებრენდინგის პროცესი, იმ შეცდომების აღიარება, რაც წინა ადმინისტრაციის მიწურულს უკვე ნათელი იყო და პირველ რიგში ეს უკავშირდებოდა ჯო ბაიდენის მდგომარეობას და პირდაპირ არის წიგნში წერილი, რომ შეიძლება ითქვას, რომ ჯო ბაიდენი აღარ მართავდა რა ამერიკას და ეს იყო რაღაცა გარემოცვა და ის იყო პრაქტიკულად თოჯინა ამ პროცესში და ნუ ამრავი არგუმენტია მოყვანილი, ერთ-ერთი ნათელი მაგალითი, რომელიც დილით ვნახე იყო, რომ მაგალითად რაღაც შეხვედრაზე ჯორჯ კლუნი ვერ იცნო. უბრალოდ, ადამიანი, რომელსაც ათეულობით წლები იცნობდა და ჯორჯ კლუნი მის რაღაც ფანდრაიზერად მუშაობდა თავის დროზე, რომ ეხმარებოდა თანხების მოძიებაში და ასე შემდეგ და ლაპარაკი იყო იმაზე, რომ პრაქტიკულად დემოკრატიული პარტია იწყებს ჯერ პირველ რიგში შეცდომების აღებას, ხოჭ ძალიან სწორი პროცესია რა. იმიტომ რომ შენ თუ გინდა რომ ის დახასიათებულია, რომ ის რაღაცა მორალური უპირატესობა, რითიც ეს დემოკრატები ამ ტრამპის პოპულისტ რესპუბლიკელებს ზემოდან უყურებდნენ ჯო ბაიდენის გამო მთლიანად დამარცხდნენ და ეს უპირატესობაც გაფლანგეს, ხო? იმიტომ რომ აი ესეთი სურათი შეიქმნა, ასე ჩვენ თვალს ვადევნებდით. ამიტომ მათ დაიწყეს, კარგი იქნებოდა სხვა საქართველოში ეს მომხდარიყო თავის დროში, იწყებს შეცდომების აღიარებით, გააზრებით და მე თანათანობით ახალ ნდობას, ესე ვთქვათ, აშენებ სუფთა ფურცლიდან. და როგორც ჩანს ეს პროცესია დაწყებული, მაგრამ საინტერესოა, რომ აი სწორედ ეს მოყვა რა მან ესე ვთქვათ, თავის ტექსტში ეს ამბავი მოუყვა, ესე ვთქვათ, ქართულ აუდიტორიას რა, ისე ვერ გავიგებდით სავარაუდოდ და აქ იყო ძალიან საგულისხმო რა და თვალსაჩინო, რომ ის ამას იძახის, რომ მარტო კლუნის მაგალითი არ არის, რომ ჯო ბაიდენს სხვა მართავდა. და ზაზა შათრიშვილს თავის დროზე ჰქონდა ზუსტად ესეთი, რომელიც სერიოზულად მოიქცა განხილვის საგანი, რომელმაც პირდაპირ თქვა რამდენიმე თვის წინ, რომ იცი რა არის, მე ჩემი დაკვირვებით ჯო ბაიდენი არ მართავს ამერიკას.
და ნუ ჩემი ანალიზის შედეგად შემიძლია თქვა, რომ ეს არის უკან მდგომი რაღაც რამდენიმე ოჯახი თავის ინტერესებით და შემდეგ ის გარემოცვა პრაქტიკულად აი ამ დაკვეთას ასრულებს რა და ამას მოყვა აი რომ ვერ წარმოიდგენ ნუ რაღაცა ცალკე ოპოზიციურ არხებზე სიუჟეტები, ამას მოყვა ამის გარჩევა რომ ეს როგორ არის რუსული პროპაგანდა, იქიდან კრემლიდან წამოღებული, იქ დაწერილი და ასე შემდეგ. და დღეს CNN-ის ჟურნალისტები წერენ წიგნსაც ამბობენ იგივეს, ხო? და ეს არის კლასიკური მაგალითი რა, იმიტომ რომ რუსეთი პირველ რიგში ამ ოპოზიციას ჭირდება ტრისხატად. რუსეთი არის ჩვენი მეზობელი, რომელთან გვაქვს ძალიან სერიოზული პრობლემები, ხო? ის არის ოკუპანტი. 10 წლეულების განმავლობაში ეს სხვადასხვა ფორმით იცებოდა, მაგრამ აგვისტოს ომის გამოყენება ნაცმოძრაობის მიერ მოხდა ამ ომში მარცხი, რომელიც გამარჯვებად მონათლეს, მოხდა იმისთვის, რომ ამისგან უნდა დაემზადებინათ ტრისხატი, რომელიც იქნებოდა, როგორც ერთმა ოპონენტმა მითხრა, სხვადასხვა გუშინ მქონდა ეთერი რაღაცა დებატი ჩაწერილი, რომ ჩვენი იდენტობის განსაზღვრელი ერთ-ერთი მთავარი ღერძი არის ის, რომ უნდა ამოვიდეთ იქიდან, რომ რუსეთი არის მტერი. ანუ სხვა რამეზე კი არ უნდა ავაშენოთ სახელმწიფო. ამ პარადიგმაზე უნდა შენოს, აი რუსეთი არის მტერი და შემდეგ ყველაფერი ამის მიხედვით უნდა დავალაგოთ. ლაპარაკები ქართულ სახელმწიფო რომელიც 1000 წლების განმავლობაში ამ ისტორიის კარტეხილები გამოიარა. ეხლა სად მივდივარ მე და რისი თქმა მინდა რომ ზაზა შათირიშვილმა ამჯერად უკვე მორიგი წერილი გამოაქვეყნა, სადაც უკვე პირდაპირ აკრიტიკებს ამერიკის ხელისუფლებას, რომელიც სხვათა შორის შეიძლება ითქვას, რომ შეიძლება იყოს ინსპირირებული პრემიერ-მინისტრის წერილით და ის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ გარდა იმისა, რომ თქვა ამ არჩევნების შემდეგ აი ამ პოლიტიკურ კრიზისს და მორიგი რევოლუციის ცდილობას, რაც ჩვენ გასულ თვეებში ვიხილეთ, მოყვა ის, რომ მთელი ეს აქტორები უნდა დაუბრუნდნენ ერთგვარად კონსტიტუციურ კალაპოტში და წესრიგში უნდა მოექცნენ. ხო არ შეიძლება რომ მედია იყოს აქტივისტი და ისროდეს მოლოტოვის კოქტეილს ან რაღაცა გაუგებარი თანხებით კაცმარცის სად მიემართებოდეს NGO-ების ფული და შემდეგ ესენი ამოეფარნონ რამდენიმე NGO-ს, რომელიც აი ნახეთ რაღაცა უფლებებზე კი არა, რაღაც ბავშვებზე ზრუნავს სიტყვაზე და აქ ყველაფერი გამჭვირვალეა, ხო? აქ ლაპარაკი არის ათასობით არასამთავრობო ორგანიზაციაზე და იმ რაღაც ნაწილზე, რომელიც პოლიტიკურ საქმიანობაში, რაც აკრძალულია პოლიტიკური საქმიანობის უცხოური ფული დაფინანსება. აი გამჭვირვალობის კანონი იქნება, მედიის კანონი იქნება, პირდაპირ ნათარგმნი ფარა იქნება თუ ასე შემდეგ, თუ ის გაზრდილი ჯარიმები, რაც 5 კაცის მიერ ქალაქის ცენტრალური გამზირის გადაკეტვას უშლის ხელს, აი ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ პროცესი დაბრუნდეს ერთგვარად კალაპოტში. აი ამ კანონების მიღმა აი ზაზა ჩათიშვილის წერილში იყო აქცენტი გაკეთებული, რომ ერთ-ერთი რაც უნდა ასევე კალაპოტს დაუბრუნდეს, ეს არის ძალიან საეჭვოდ მრავალრიცხოვანი უცხოური წარმომადგენელი. ჩვენ ხედავთ უპრეცედენტო ჩარევას. ევროკავშირის ელჩის, რომელიც პრაქტიკულად გრძნობ რო პროცესის მართავს, ან ტანდემში ამ ოპოზიციასთან ერთად, პრაქტიკულად კამერტონის როგორც ყველაზე მსუბუქად რო ვთქვა, ფუნქციას ასრულებს და ეს მიმართული არის იმისაკენ, რომ აი ეს რაღაცა ოპოზიციური მოძრაობა ქვეყნის შიდა პოლიტიკური არჩევანი დაკავშირებული არის უკვე გარე ძალების ჩარევასთან, ხო? როგორი ეს არ უნდა იყოს მოკავშირე, რაც უნდა ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანებას გეგმავდეთ, ლაპარაკი არის სუვერენულ უფლებაზე. და ამ ფონზე ეძახის ზაზა შათირიშვილი, ჩვენ ხედავთ, რომ რაღაცა უჩვეულოდ არის, მრავალრიცხოვანია საელჩოებში მომუშავე ადამიანთა რიცხვი, რაც პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რომ ამ ხალხის დანიშნულება არის, აქ იმაზე მეტი ფუნქციის შესრულება, ვიდრე წარმომადგენლობითი უფლებებია და ხომ არ ღირს რომ დავიწყოთ ფიქრი იმაზე, რომ მოხდეს ერთგვარი რაღაცა რეგულაცია ამისი. რატომ მუშაობს ამერიკის საელჩოში მაგალითად 350 ადამიანი რა იძახის. არ ვიცი მე პირველად გავიგე ეს რიცხვი, ეს ნამდვილად ესე თუ არის თუ არა, მაგრამ უკვე პრაქტიკულად იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ხედავთ პრემიერის წერილს, რომელიც მიმართავს ღიად ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომ ჩვენ ველოდებით მათგან ერთგვარად რაღაცა პასუხს საქართველოსთან ურთიერთობის გაგრძელებას როგორ აპირებენ, ამ ფონზე ჩნდება ეს რაღაცა მინიშნებები, რომ დუმილის ფონზე ქვეყანაში აქტივობები გრძელდება. ანუ შენ როგორ უყურებ ამ პროცესს, საით შეიძლება წავიდეს ვითარება. პირველ რიგში ძალიან ჭკვიანი და ასე ვთქვათ, ძალიან ჭკვიანი კაცია ბატონ ზაზა შათირიშვილი. მადლობა ამ წერილისათვის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაცა ამოვიკითხე და ძალიან ბევრი რაღაცა დავიჭირე ამ შინაარსში. მოდი დავიწყოთ ცოტა შორიდან, რაც თქვენ ახსენეთ წიგნთან დაკავშირებით. კარგი იქნებოდა ოპოზიციას მაგ წიგნის შინაარსი გაეთავისებინა
და განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილს და მიხეილ სააკაშვილის პარტიას და მინიმუმ ბოდიში მოეხადათ ქართული საზოგადოებისთვის და ხალხისთვის იმ 9 წლის განმავლობაში რაც გაუკეთეს და რასაც 2012 წლის შემდეგაც დღემდე აგრძელებენ საზოგადოების მისამართით იმ ქაოსისთვის, რაშიც დღეს გვამყოფებენ და ერთ-ერთი ასე ვთქვათ ლომის წვლილი ამ პარტიას და ბატონ მიხეილ სააკაშვილს მიუძღვის. რაც შეეხება ამ წერილს, დიახ, ეხლა როგორ წარმოგიდგენია თქვენ რომ ჩვენი ქვეყნის ელჩი ჩაერთოს მაგალითად ევროკავშირის წევრი ქვეყნის საშინაო პოლიტიკის გადაწყვეტაში. აი როგორ წარმოუდგენია ვინმეს ეს და დაუშვებს თუ არა ამას ევროკავშირის ნებისმიერი ევროკავშირის შემავალი ნებისმიერი წევრი სახელმწიფო. რა თქმა უნდა, არ დაუშვებს, ხო? ჩვენ როდესაც ვხედავთ ბატონ ჰერჩინსკის, რომელიც პირდაპირ ოპოზიციური პარტიის შეკრებებზე დადის. ჩვენ როდესაც ვუყურებთ გერმანიის ელჩის მოწოდებებს, ჩვენ როდესაც ვუყურებთ რომ საფრანგეთის საელჩომ პირდაპირ იმ რადიკალური NGO სექტორის წარმომადგენლებზე გასცა გრანტი, რომელიც პირდაპირ არის ჩართული და ასე ვთქვათ, ბევრი მტკიცებულებები არსებობს იმისა, რომ რაც რუსთაველის გამზირზე, ჩვენს მთავარ გამზირზე ხდება, იმის დონორია და ამაზე საერთოდ პასუხისმგებლობასაც იხსნის. რა საკვირველია? უნდა დაინტერესდეს ჩვენი ქვეყნის ასე ვთქვათ ხელისუფლება და ყველანაირი ზომა უნდა მიიღოს იმასთან დაკავშირებით, რომ საელჩოებში შემცირდეს დასაქმებული ადამიანების რაოდენობა, ვინაიდან ჩვენ ვიხილეთ, რომ ესენი არიან ის ხალხი, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით კურატორობას უწევენ, ხო? ერთს აქვს ჩაბარებული მიმართულება, როგორ მოაწყოს ქვეყანაში გადატრიალება პირობითად, აი აკერმანის ინსტიტუტი, რაც არის, ხო, პირდაპირ რევოლუციური სცენარების მოწყობაში დახელოვნებული, მანდაც ვიხილეთ, ქალბატონი ელჩი, შემდეგ ვახშამზე ვიხილეთ. მეორე არის კიდევ როგორ უნდა იმუშაოს NGO სექტორმა, მესამე არის როგორ უნდა იმუშაოს ოპოზიციურმა ტელევიზიებმა. ანუ ეს ხალხი რეალურად ვინც საელჩოში არიან დასაქმებულები, გადაიცნენ კურატორებად სხვადასხვა ადამიანების და ადამიანთა ჯგუფების, რომლებიც დაკავებული არიან ჩვენს ქვეყანაში ქაოტური ვითარების შექმნაში. ხდები და ის მანდატი, რომელიც მათ მიანიჭა კონკრეტულმა საელჩომ, მიანიჭა კონკრეტულმა სახელმწიფომ და რაც უნდა გამოიყენონ მაგალითად ჰერჩინსკი იმის მაგივრად რომ მუშაობდეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე, ჩვენ ხელს გვიწყობდეს იმაზე რომ ევროინტეგრაციის პროცესი უფრო და უფრო, ასე ვთქვათ, სიღრმისეული გახდეს, უფრო და უფრო მკაფიო გახდეს. ამის მაგივრად დადის სალომე ზურაბიშვილის მიერ მოწყობილ შეხვედრებზე, ხო? და რას განიხილავენ მაგ შეხვედრაზე? განიხილავენ როგორ ჩამოაგდონ ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლება და როგორ მოვიდნენ ხელისუფლების მართვის სადავეებში და ეს ვერ მოხდება, ეს ვერ განხორციელდება. ერთ-ერთ გადაცემაში ვთქვი და აქაც ვიმეორებ, რატომ ვერ განხორციელდება? იმიტომ რომ სიმართლე არ არის მათ მხარეს. და რა საკურველია მივესალმები ამ წერილის პათოსს და ყველანაირად მაქსიმალურად უნდა შეეცადონ ყველანაირი ბერკეტის გამოყენებით, რომ საელჩოებში დღეს რაც ვაკხანალია ხდება, ის ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლობით საელჩოსა და ჩვენი სახელმწიფო შორის ურთიერთობები გადასახედია და ყველაფერს რაც უფრო მალე დაერქმევა თავისი სახელი, მით უკეთესი იქნება ჩვენი ქვეყნის სტაბილური მომავლისათვის და განვითარებისათვის, ვინაიდან ისინი არ მოქმედებენ თავისი მანდატის შესაბამისად. ისინი არ არიან კონსტრუქციულები და თუ დავაკვირდებით ის გრანტები, რომლებიც რადიკალური ოპოზიციური პარტიების მისამართით და NGO სექტორის მისამართით იგზავნება, სწორედ ამ საელჩოების გავლით ხდება და ძალიან კარგია რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი მივიღეთ. ვინაიდან და რადგანაც ერთ-ერთი ხელი შემშლელი ფაქტორი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი თანაცხოვრებისათვის აი სწორედ ეს იყო. ამ პარალელურად დღეს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს აგერ ცოტა ხნის წინ ჰქონდა ბრიფინგი, რომელიც ახლა ზუსტად რასაც ჩვენ ამბობ, პრაქტიკულად აი ამას გამოეხმაურა და თქვა, რომ თავდასხმები გერმანიაზე, ევროკავშირის ელჩსა და სხვაზე სრულად მიუღებელია. თავდასხმა ეწოდება ამ კრიტიკას, რასაც ჩვენ ვლაპარაკობთ, რაც ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას და დიპლომატიური უფლებამოსილების გადაჭარბებას გულისხმობს. და მან თქვა, რომ ეს რიტორიკა პარტნიორების მიმართ, ქართული ოცნების მიერ გამოყენებულია და პირველ რიგში გერმანიის მიმართ იმისათვის, რომ რაღაცნაირად ქვეყანა აღმოჩნდეს იზოლაციაში, ხო? ამავე დროს წეგან ვახსენეთ და უნდა ითქვას, რომ ყოველად სასაცილო პერსონაჟი ჯო ვილსონი, რომელიც
ორი აზრი არ არსებობს. მაგალითად საქართველოში გავრცელდა სრული ფეიკი, ტყუილი იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული რეგულაციები რაც შეიცვალა უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ნაწილის შემოსვლასთან დაკავშირებით, იმისათვის რომ პოლიტიკა პრაქტიკულად გამკაცრებულიყო და არასამთავრობო ორგანიზაციები არიან, რომლებიც წერენ ანგარიშებს და ამ გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ, რაც ქვეყანას იცავს რაღაცა უკონტროლო იმიგრაციისკენ, ხო? ერთის მხრივ ანუ NGO-ები ამას აკეთებენ და მეორეს მხრივ მათი მედია იპოსტასები, ესე ვთქვათ, აი ამ დღის წესრიგით მოქმედი მედიები ავრცელებენ ტყუილს და გაავრცელეს, რომ აი საქართველოს თალიბებს უვიზო მიმოსვლა დაუწესა. აი როგორც აი ეს სისულელი არ იყო გასული რამდენიმე საათი, რომ ეს ინფორმაცია სწრაფ აისახა ჯო ვილსონის რაღაც სოციალური ქსელების ანგარიშებზე რა. ანუ ბევრი მაგალითი არსებობს იმისი, რომ ეს ჯო ვილსონი არის ერთგვარი ავატარი. მას ყავს რაღაცა გუნდი, საქართველოს მიმართულებით არსებული რაღაცა ადმინისტრატორები, რომლებიც ამზადებენ ამ მასალებს, უბრალოდ ჯო ვილსონის სახელით ეს ქვეყნდება. აქ მეტი არაფერი არ. აი ესეც სასაცილო პერსონაჟს აპასუხებინეს თუ არ ვიცი, თვითონვე უპასუხეს მე აკაუნტმა ბიურომ, ჯო ვილსონის ბიურომ, დროა ალბათ სადღაც გაიხსნას. აი ამ პრემიერის წერილზე ტრამპისგან მან თქვა, რომ ეს არის რაღაცა ტყუილი და ცისწავებით სავსე, ანუ რაღაცა უღირსი თუ ასე რაღაცა მსგავსი რაღაცები უწოდ. ანუ ეს არის დამოკიდებულება, რასაც ჩვენ ვიღებთ იმ არგუმენტაციაზე, ანუ იმ ფაქტობრივ დგენელებზე და მოცემულობაზე, რაც არის წარმოდგენილი, ხო ამ წერილში. ანუ ეს ხო ფაქტია, რომ ამერიკის ადმინისტრაცია ჩვენ ხედავთ საერთოდ, ანუ არსებობს ამერიკის საელჩო რუსეთის ფედერაციაშიც კი. და თუ ვინმე მათ რაღაც Facebook გვერდზე შევა, იქ ნახავს, რომ ისინი რაღაცებს იქ პოსტავენ, რაღაც ხან ერთობლივი წარსულია თუ სხვა რაღაცები არის და საქართველოში ეს არის მხოლოდ დუმილი. რამდენიმე პოსტი იყო განვლილი თვეების განმავლობაში, რომ იცით რა, ამერიკაში ჩასვლა დღეს უკვე საშიშია, იმიტომ რომ ისე გამოგაძევებთ, რომ ვეღარც ჩამოხვალთ ვერასოდეს. ანუ მხოლოდ მსგავსი ინფორმაციით არის შეფარგლული. ანუ იმის შეხსენება, რომ იცით რა არის, თუ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორობას ვაგრძელებთ და ვაპირებთ, აბა იქნებ დავილაპარაკოთ, ამას რატო ქვია იზოლაციის ცდელობა. ნახეთ, წერილს რო დაუბრუნდეთ რა, ძალიან კარგი დასაწყისი იყო. ამერიკაში ომი ვერ დაიწყება, რევოლუცია ვერ მოხდება, ვინაიდან ამერიკაში არ არის ამერიკის საელჩო. ეს ერთ-ერთი პასუხი არის ბევრ კითხვაზე. და მეორე, რაც შეეხება ჯო ვილსონს, მინდა რომ საზოგადოებას მიუმართო, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე, რომელსაც სურს რომ თავისი ქვეყანა იყოს მშვიდობიანი, თავისი ქვეყანა იყოს დემოკრატიული, რაც არის იმაზე მეტად და თავისი ქვეყანა რა თქმა უნდა დაადგეს ევროინტეგრაციის გზას. აი ჯო ვილსონს მინდა მიუმართო რა თქვენი ეთერიდან. რა ჯო ვილსონი გადაიქცა ჩვეულებრივ დაქირავებულ მავნებლად. ჩვეულებრივი კომერსანტია და რა მინდა რომ მიუმართო? ძალიან მარტივად ბოდიშუხტი საზოგადოებას რა. ჯო შეკომერსანტო ნაბიჭვარო, თავი დაგვანებე ქართულ ხალხს. ვინაიდან ჯო ვილსონს არ ჭირდება ერთიანი დემოკრატიული საქართველოს ხილვა. არ ჭირდება იმ საქართველოს ხილვა, რომელიც არის ამაყი. არ ჭირდება იმ საქართველოს ხილვა, რომელსაც თითის დაქნებით ვერ ელაპარაკებიან. არ ჭირდება იმ საქართველოს ხილვა, სადაც ვერ გაატარებს თავის ინტერესებს და არც ერთი ბევრი საელჩოს, მე არ მინდა ყველა ერთგვარში მოვხარშო. ძალიან ბევრი საელჩოს წარმომადგენელს არ ჭირდება იმ საქართველოს ხილვა, სადაც თითის ქნევით თავიანთ მინისტრებს ვერ დაანიშნინებს. აი ეს არის პასუხი იმაზე, რასაც ჯო ვილსონი აკეთებს. იქცება ისე როგორც კომერსანტი, მასსა და ტრამპს შორის რა ურთიერთობებია ეგ მომავალში გამოჩნდება და ტრამპის სახელს პირდაპირ შეიძლება დავარქვათ იყენებს აი სწორედ მის დაქვემდებარებაში მყოფი ადამიანების манипуляციისათვის და რატომ მიდის ჩვენი ქართული ოპოზიციის წარმომადგენლები ჯო ვილსონთან დახმარების სათხოვნელად, როდესაც თავიანთი ქმედებებით ხდება საქართველოს რეპუტაციული იმიჯის დაზიანება საერთაშორისო დონეზე. მათ გონიათ, რომ ეს არის დემოკრატიული ნაბიჯი და ეს არის სახელმწიფოებრივი ნაბიჯი, საკუთარი ქვეყნის დაბეზღება, გინდაც ამერიკის შეერთებულ შტატებთან და გინდაც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან. არა, მეგობრებო, ეს არის ქვეყნის ღალატი. ეს არ არის საგარეო პოლიტიკა. საგარეო პოლიტიკა სხვანაირად იმართება. უფრო კონსტრუქციული ჩარჩოები აქვს. ჯერ ქვეყნის გვაქვს ჩვენ შიდა პოლიტიკა დასალაგებელი, ხო? აი კიდევ ერთხელ
ეხლა ჩვენ ბევრი ადამიანი გვისმენს. კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი იმას, თუ რა წნეხის გადატანა უწევს დღევანდელ ხელისუფლებას და ქართველ ხალხს. ყველანაირად მზად არიან, ჯო ვილსონი ყველანაირად მზად არის. ეშმაკსაც წაუღია ქართული სახელმწიფო, ეშმაკსაც წაუღია ჩვენი ღირებულებები, ოღონდ თავისი გავლენის სფეროები გააფართოო საქართველოში. და ამის წინააღმდეგ რო არის ქართველი ხალხი და ეს დამტკიცდა არჩევნებზე, აი ეს ვერ აიტანეს. როგორ შეიძლება მეგობრად მიმიჩნევდე და მასანქცირებდე, რისთვის მასანქცირებ? რა დავაშავე? რომელი კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გავედი? რომელი კონსტიტუციური ნორმებიდან გავედი? რა გადავაჭარბე შენთან მეგობრობაში, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მეგობრობაში, რა დააშავა ქართულმა სახელმწიფომ? რომელი ნდობის მანდატი არა გვაქვს? აი რა დავაშავეთ ვინმეს კითხვა აქვს, რა დააშავა ქართულმა სახელმწიფომ იმის ფასი, რომ გვასანქცირებენ, ხო? და უნდათ რომ იზოლაციისკენ თუ ვინმეს უნდა წაიყვანოს ეს ქვეყანა, აი ის ხალხია, რომლებიც გარკვეული ფინანსური დივიდენდების მიღების სანაცვლოდ ყველაფერზე ხელს აწერენ. თუ ღირებულებით ნაწილში, თუ პოლიტიკურ ნაწილში, თუ ხედვებში, ყველაფერში თუ ერთმანეთს ვემთხვევით. ისმის კითხვა, რატომ მასანქცირებ? მეგობრობა მინდა, მეგობარს თუ მიწოდებ, მეგობარს ასანქცირებენ? როგორ მიგვაჩნია ჩვენთან მეგობარს ასანქცირებენ? და შემდეგ მეუბნები რომ რუსეთთან ურთიერთობა არავითარ შემთხვევაში აპაპათიც გვიქნევ რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს. ჩემი თუ აღვიქვავთ იმას რომ რუსეთი არის ოკუპანტი და რა საკურველია რუსეთი არის ოკუპანტი, პირველი ოკუპანტს უნდა ვესაუბროთ. პირველი ჩვენს მეზობელს უნდა ვესაუბროთ რომ გადაჭრის გზები, ასე ვთქვათ, მოიძებნოს, ეს ოკუპაცია დასრულდეს, ჩვენი დევნილები დაბრუნდნენ. მაშინ როდესაც ეკონომიკურად გვინდა არ გვინდა მოგწონს თუ არ მოგწონს ზალა არა გვაქვს ჩვენ ქართულ სახელმწიფოს და მიმული ვართ რუსეთთან. და რას გვეუბნა, აი რას გვთავაზობს ამერიკის შეერთებული შტატები? იცით რას გვთავაზობს ამერიკის შეერთებული შტატები? აი ჯო ვილსონზე მაქვს მე ლაპარაკი კონკრეტულად და კონკრეტულ ბიუროკრატებზე. გვთავაზობს იმას, რომ იცით რა გახსენით მეორე ფრონტი გენოციდი მოხდეს როგორც უკრაინაში, მაგრამ შემდეგ ჩვენ ხელებს დავიბანთ უკრაინასთან მინერალებზე შეთანხმება გაფორმდა და ჩვენთან ის მინერალებიც არა გვაქვს რომ შეთანხმება გაფორმდეს, ხო? ანუ საითკენ მივყავართ? აი ოპოზიცია საითკენ მივყავართ. ერთ-ერთ გადაცემაში ვთქვი, რომ მეც მაგათი წიაღიდან მოვდივარ მეთქი. იცით როგორ კარგად ვიცნობ? იცი როგორ კარგად ვიცნობ მათ ხედვებს? ბოდიში აქვთ მოსახდელი ქართულ ხალხთან. ყველაფერი იმაზე, რაც ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში, ხო? თუ ქვეყანაში არ იქნება სტაბილური გარემო, თუ ქვეყანაში არ იქნება სიმშვიდე, ეს ხო აისახება თითოეულ მოქალაქეზე, იმ მოქალაქეზეც, რომელიც პოლიტიკურად საერთოდ არ არის ანგაჟირებული. რას ნიშნავს მეგობარი აქტი? როგორ შეიძლება აქტს დაარქვა მეგობარი? თქვა რომ ჯერშიც ეს მეგობარი აქტი, რომელიც აბრევიატურისგან გამოიყვანეს ეს სახელი და გულისხმობდა იქ მთელ რიგ პაკეტებს, რომ აი თუ საქართველოს რაღაცებს შეცვლის, აი სამაგიეროდ მივიწვეთ ამას, ან ეს ნაწილი გამქრალია. ბენეფიტების ნაწილი. კი ბატონო. ბოლოს უკვე მას შემდეგ რაც კონგრესი გაიარა, ბოლოს უკვე სახელით შეუცვალეს, იმიტომ რომ იქ კონგრესში ჩვენ ვხედავთ იქ ჩამოძინებულ ხალხს და კაცმა არ იცის ვირას დააჭირა, რამდენად იცის რას დააჭირეს. ხელი მაგრამ სენატი ხა სადაც უკვე 100 ადამიანია, იქ ვიღაცა რაღაცას წაიკითხავს. ხო, ამიტომ უკვე იქ სახელი შეცვალეს და ეს დაარქვეს ჩინეთის, ირანის და რუსეთის კავების აქტი, ესე ვთქვათ რა. ჩინეთის რომელთანაც თანამშრომლობენ. ეს გააძვრინონ, მაგრამ ნუ საქმე იმაშია, რომ ეს პროცედურული ეგრეთ წოდებული დემოკრატია, ვინ რას როგორ სად გააძვრინოს, ეს არის ერთი ნაწილი და მეორე არის, რომ ჩვენ გვაქვს პირდაპირ დიპლომატიური ურთიერთობა, წარმომადგენლობა და შესაბამისად პასუხი არის საჭირო პირდაპირ, ამიტომ როგორი დაკავებულიც არ უნდა იყოს დღეს ამერიკის ადმინისტრაცია სხვადასხვა საკითხებით, იმ მოლაპარაკებებით, რომელსაც რაღაცა ცირკათ აქცია სტამბულში არავინ არ დაუპატიჟებია, რომ მაინც და მაინც ზელენსკი ჩაფრენილიყო, მაგრამ გადაფარვის მიზნით ჩავიდა, რომ აი მე ჩამოვიდა, არ იცოდა, რომ ხე პუტინი არ ჩავიდა და თქვა პირდაპირ რომ გავაგზავნოს სტამბულის მოლაპარაკებები. გააგზავნა ის დელეგაცია, ვინც იყო წინაზე ჩასული ზუსტად პრინციპში იგივე შემოადგენლობა, რომ ჩასული იყო და სიღრმისეულად უნდა განეხილათ ის საკითხები, რაც იყო ლაპარაკი. ხო, ანუ ეს ცირკი ხვდებით, რომ განწირულია ჩაშლისთვის და აგერ არის საქართველო და ღია აქვს ეს კარი. ყოველ შემთხვევაში ეს უცნაური დამოკიდებულება და ლაპარაკი სადღაც რაღაც ლოგიკურ შედეგამდე უნდა მივიდეს და ნახოთ რა ნაბიჯებს გადადგამს საქართველოს ხელისუფლება და როგორ გაგრძელდება ეს პროცესი იმ შესაძლო მიღებული ან არ მიღებული პასუხის შემდეგ.
რას ელოდები შენ ძალიან მოკლედ რო თქვა, რომ აი შენი პროგნოზით როგორ შეიძლება არჩევნებამდე მაგალითად, რომელიც ოქტომბრის დასაწყისშია განვითარდეს პროცესი. კიდევ ერთხელ ვახსენე, რომ უკვე ამერიკის შეერთებული შტატების მოედანზე არის ბურთი და მათგან ველოდებით მკაფიო პასუხებს ჩვენს კითხვებზე და ვიმედოვნებ, რომ როგორც აქამდე ვიყავით სტრატეგიული პარტნიორები, ახალი ფურცლიდან დაიწყება ურთიერთობა. ბაიდენის ადმინისტრაციაში თქვენ სწორად ახსენეთ, კაცშვილმა არ იცის ვინ იღებდა გადაწყვეტილებებს და შეიძლება შესაძლოა ყოფილიყო ეს სწორედ აი იმ deep state-ის ხელი, რომელიც deep state-იც სხვადასხვა ჯგუფების გამოყენებით საქართველოშიც არის ფესვებგადგმული და გამომდინარე აქედან მოხდება ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ პირდაპირ ვიტყვი, რომ არაკეთილ მეგობრული დამოკიდებულებების გადახედვა საქართველოსთან მიმართებით და ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ჩვენ შევძლებთ ღირსეულ პარტნიორობას. ისე, როგორც წლების განმავლობაში ხდებოდა და ტრამპის ადმინისტრაცია ვფიქრობ, რომ შეძლებს არა rebranding-ს deep state-ის, არამედ დამარცხებას, რაც აისახება ჩვენი ქვეყნის შვიდობაზეც, მათ შორის, ვინაიდან იმდენად დიდი არაფორმალური გავლენის ჯგუფები არიან, რომ ჩვენ ახლა რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ რაღაცა რყევები საქართველოში, რა თქმა უნდა, ის ტურბულენტობა არსებობს, რაც არსებობს და გამომდინარე აქედან იმეც ვიტოვებ, თუ ხელშემწყობი ფაქტორები არ ექნება ჯო ვილსონის ნაირს აქ დასაყრდენი თუ არ ექნება. ჯო ვილსონის ნაირ ბიუროკრატებს უგულისხმობ, ხო? ჩვენ ნამდვილად მოვახერხებთ იმას, რომ სწორი გონივრული პრაგმატული პოლიტიკის გატარებით 2030 წელს, რაც ჩაფიქრებულია ქართულ ხელისუფლებას ქართულ ხალხთან ერთად, ევროინტეგრაციის გზაზე გულისხმობ. ის ნამდვილად მიღწეული იქნება და თავი დაანებონ ილუზიაზე ფიქრს, ვინაიდან არჩევნები დაინიშნება 1 ოქტომბერში და მეორე 2028 წლის ოქტომბერში. და გამომდინარე აქედან მოემზადონ, ყველანაირ დემოკრატიას ღაღადებენ და დემოკრატიულ ნორმებში ჩაჯდნენ და სურთ თუ არ სურთ მოუწევთ იმ შედეგის მიღება და აღიარება, რაც დღევანდელობაში მოცემულობაში გვაქვს. დიდი მადლობა გიორგი სტუმრობისთვის. დიდი მადლობა თქვენ და თქვენს შეფასებებისთვის. ჩვენი დღევანდელი გადაცემა კი დასრულებულია და დაბრუნდებით ეთერში მომავალ კვირაში. დროებით.